მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ წინა ვიდეოში ვისაუბრეთ საბურავის Bluetooth-ის ნიშანთან დაკავშირებით, როდესაც მანქანას ვქონავთ და ეკრანზე პირველი გამოდის აი ეგ ნიშანი. ეგ ნიშანი რამოდენიმე მიზეზის გამო შეიძლება აინთოს. პირველი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი ეს არის, როდესაც საბურავში წნევა აკლია. ზუსტად ამას ემსახურება ეს Bluetooth-ი, როდესაც გზაზე მივდივართ ან საბურავი დაიშვებს, ვიჩვენებს და ინფორმაციას გვაწვდის, რომ საბურავს წნევა აკლია. დავამატებ წნევას თუ არა, ეგრევე გვხრება. მეორე მიზეზი, როდესაც დისკს თავისი Bluetooth-იანა შევცვლით და მანქანასთან დაკავშირებული არ არის. შემდეგი მიზეზი ის არის, რომ როდესაც Bluetooth-ი გამოვა მწყობრიდან და ან ელემენტი არის დამჯდარი. ვინც არ იცის, ამ Bluetooth-ებს აქვს ელემენტი, რომელიც გათვლილია 5-დან 7 წლამდე. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა 2013 წლიანი მანქანები, როდესაც ყავს და მისი ორიგინალი საბურავები, როდესაც მოყვა მანქანას და ერთჯერაც არ შეგიცვლიათ Bluetooth-ი, ყველა წუთს უნდა ელოდოთ აი ამ ნიშანს და ელემენტის დაждომას. ნუ ელემენტის გამოცვლა ცოტა რთული მომენტია, ამასაც აგიხსნით მე თუ როგორ ხდება, თუმცა წყალებად არ ღირს, მაგას ჯობია მისი სიხშირე ზუსტად როდესაც მოხსნით Bluetooth გაფუჭებული წაიღე და ზუსტად მისი სიხშირის მონაცემებიანი Bluetooth იყიდეთ, თორე მანქანა ვერ აღიქმავს და ვერ წაიკითხავს და ისევ იმ პრობლემით დარჩება, ვერ დაუკავშირდება ფიზიკურად. ამ ვიდეო ჩავწერე თუ როგორ ხდება Bluetooth-ის დაკავშირება. ეხლა ვწერ ამ ვიდეოს თუ როგორ გავიგოთ რომელი Bluetooth-ი არის გამოსული მწყობრიდან. აუცილებლად პირველ რიგში უნდა შევიდეთ Bluetooth-ის მონაცემებში, ანუ ამ რეჟიმს ქვია სწავლების რეჟიმი. ამისათვის აუცილებელია რამოდენიმე კომბინაცია. 1 2 3. მანქანა მოგცა სიგნალი. აი ამ ნიშანზე მაქვს საუბარი. და გვიჩვენებს, რომ პირველი დავიწყოთ წინა მარცხენა საბურავით. ეს მეგობრებო მკაცრად უნდა დაიცვათ და ანუ შეხედეთ ახლა რა ხდება. ვიწყებთ პირველი წინა მარცხენა საბურავით და როდესაც დაუკავშირდება Bluetooth-ი, მანქანა მოგცემს ერთ სიგნალს. ესე იგი, ეს Bluetooth-ი მუშაობს, მანქანა მოგცემს ერთ სიგნალი. ეხლა ნახეთ რა ხდება. ეხლა დაგვიწერა მარჯვენა წინა საბურავი. ამ კაცრად უნდა დავიცვათ ეს თანმიმდევრობა, თორე აზრი არა აქვს. ცეო მეგობრებო, ანუ ამან სიგნალი არ მოგცა, ესე იგი ეს Bluetooth-ი გამოსულია მწყობრიდან და დიდი ალბათობით ელემენტია დამჯდარი. ანუ დანარჩენი ორის შემოწმებას უკვე აზრი არ აქვს, რადგან კონკრეტულად ეხლა Bluetooth-ი არის გააქტიურებული, თვითონ მონიტორიც გვეუბნება, რომ ეს Bluetooth-ი არის შესამოწმებელი. შეიძლება ის Bluetooth-იც გაფუჭებული იყოს და ის Bluetooth-ის დამჯდარი იყოს, მაგრამ რადგან ამან არ გადაგვიშვა იქით უკვე პირველ რიგში ეს Bluetooth-ი არის გამოსაცვლელი. დინეთ ახალი Bluetooth-ი და გირჩევთ მეგობრებო, რომ მეორადი არ დააყენოთ, იმიტომ რომ არ ვიცით რომელი საბურავიდან არის მოხსნილი, რომელი წლიანიდან არის მოხსნილი და იგივე ბედი ეწევა სულ მალე, ამიტომ ჯობია რომ აი ესეთი ახალი Bluetooth-ი შეიძინოთ, დააყენოთ და მაინც გეცოდინებათ, რომ ახალია და ახალი ელემენტები არის შიგნით. ყურადღება მიაქციეთ Bluetooth შეძენის დროს აი ამ სიხშირეს. აი მეგობრებო, დააკვირდით. აი აქ 315 MHz-ი. ეგ არის ამერიკული მანქანებისთვის განკუთვნილი და ეს არაგერიოთ ზუსტად ანალოგიური არის Bluetooth-ები, მაგრამ არის 423. ის რომ დავაყენოთ ჩვენ მანქანაზე, ფიზიკურად ვერ აღიქვამს. როგორც მეგობრებო, წინა მარცხენა დაპროგრამდა უპრობლემოდ. ვიცით რომ წინა მარჯვენაში იყო პრობლემა და აქ ჩავსვით ზუსტად ახალი Bluetooth-ი. ეს დაპროგრამდა და როგორც ვივარაუდეთ, რომ შეიძლებოდა რომ ისიც ყოფილიყო გაფუჭებული, გამართლა ჩვენმა ვარაუდმაც და აი ბატონო აქამდე მოვედით და ეს აღარ პროგრამდება. იმიტომ რომ ერთიანად გამოვიდა ელემენტები მწყობრიდან. ეს ყველა მიზეზ გარეშე გამოსაცვლელია უკვე. ნუ მოგეთ მეგობრებო, შევიძინეთ კიდევ Bluetooth-ი, გამოვცილთ ეხლა უკანა მარჯვენას და ასევე გამოვცილთ უკანა მარცხენასაც. და შემდეგ ისევ თავიდან დავიწყებთ დაპროგრამებას, ამასაც გაჩვენებთ თუ რა როგორ იქნება. ეს ჩავაყენეთ უკვე. ეხლა ამასაც მივაბავთ და ნახოთ რა გამოგვივა.
ეხლა შევაერთეთ ჩვენი დიაგნოსტიკის აპარატი, რადგან შევიდეთ და გადავტვირთოთ. წავშალოთ ყველა მისი ძველი Bluetooth-ის მონაცემები და შემდეგ თავიდან უკვე მოხდება Bluetooth-ის დაპროგრამება. ვიდივართ სწავლებაში. კი ბატონო, მანქანა მოგცა სიგნალი. ვიწყებთ ეხლა თავიდან შემოვლას. 1 დარეგისტრირდა. მეორე ახალი რომ ანახე როგორ ეგრევე შვება. აი ესეც ახალია. ბოლო დაგვრჩა. გადაგვიშვა იმანაც და ესეც всё, ესეც დარეგისტრირდა. ნახე რას გვეუბნება უკვე? სწავლება დასრულებულია. და ჩვენი ნიშანიც უკვე ჩაქრა. ჩვენი მონაცემების პირდაპირ ლაივში ვარ შესული. ვიწერს ყველაფერს ეხა წინა საბურავი, left front, ანუ მარცხენა წინა, ეს მარცხენა უკანა, მარჯვენა წინა საბურავი და მარჯვენა უკანა საბურავი და ვიწერს ეხლა თუ რა წნევა არის თითოეულ საბურავში. მოკლედ სენსორები 4-ვე მუშა მდგომარეობაშია. თუ რომელიმე სენსორი არასწორად და ან დაზიანებული იქნებოდა, აქ უკვე 0-0 გვექნებოდა. გაგვიქრო საბურავის ანუ Bluetooth-ის ნიშანი. აქაც შევამოწმეთ რომ ყველაფერი რიგზია. იმედია სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდეთ. მე კი დაგემშვიდობებით მოვალ შეხვედრამდე.